Soyun Sadikovi prezident Saakashvilis განცხადებას ეხმაურება ქრონიკა მას ტელეფონით აუკავშირდა. Sadikovi აცხადებს, რომ წარმოშობით გარდაბრუნდან არის, თუმცა არასოდეს უჭერდა მხარს სეპარატიზმს ამ რეგიონში. Soyun Sadikovi რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს და უმაღლესი განათლებაც მოსკოვში მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით Sadikovi 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში მუშაობდა. რის შემდეგაც ის სამშენებლო ბიზნესით ინტერესდება. ამჟამად Sadikovi კომპანია MOS რეკონსტრუქციის გენერალური დირექტორია. ორგანიზაცია რუსეთის აზერბაიჯანელთა ფედერალური ნაციონალური კულტურული ავტონომიის პრეზიდენტის პოსტი კი 2000 წელს დაიკავა, თუმცა ერთი თვის წინ ყრილობაზე ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. სტრუქტურული ცვლილების მიზეზი Sadikovis შესაძლო პოლიტიკური კარიერა გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით Sadikovi პრეზიდენტ პუტინის ნდობით სარგებლობს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი მრჩეველიც იყო. Sadikovi რუსეთის მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრია. ნუ წამოეგებით პროვოკაციას, სააკაშვილი ძალაუფლებას კარგავს და არ იცის როგორ შეინარჩუნოს გავლენა. მას რომ ჭკუა ჰქონდეს რუსეთთან საერთო ენას გამონახავდა, რომ არა რუსეთი საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ იარსებებდა, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. ქართველები აქ შრომობენ, ეს ფული კი ქართული ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. მესმის რომ ალიევი კარგად გაუმასპინძლდა და ახლა სააკაშვილი მის სიმღერას მღერის, მაგრამ თუ შენ პრეზიდენტი ხარ და თუ საქართველოს მოქალაქეებმა ეს პასუხისმგებლობა დაგაკისრეს, არ უნდა მოექცე ასეთი გავლენის ქვეშ. Saakashvilis განცხადება სეპარატიზმის, ექსტრემიზმისა და სისხლისღვრის მოწოდებაა.